მიმები. ინტროს მუსიკა. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით დაბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. უკვე 50000 გამომწერზე ვართ. 50000 გჯერათ თქვენ მე არ ამჯერა პირადად. ყველანაირი გადამობის გარეშე სიტყვები არ მყოფნის. ძალიან მაგრესები ხართ. მინდოდა რაღაც სპეციალ ვიდეო გადამეღო რამე განსაკუთრებული, მაგრამ სავარაუდოდ მოგვიანებით გავაკეთებ მაგას სხვა მაილსტოუნზე, იმიტომ რომ ახლა ფიზიკურად დრო არ მაქვს, მაგრამ რასაც უმეტესობა ითხოვდით, დღეს გვექნება მიმები, რა ხარ მასალა დაგვიგროვდა ჩვენს გვერდზე, შესაბამისად მიმებიც უნდა გადავიღოთ. ზუსტად 3 თვის წინ 40000-ზე ვიყავით. 3 თვეში 10000 ახალი გამომწერი შემოვიდა ჩემს არხზე, აი ამ ტიპის არხზე. ამ ტიპის არხზე. რატო? არ ვიცი. თანდათან ვფიქრდები რომ ამდენი კაცი გიყურებს, ხვდები რომ სხვა შეგრძნებაა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. იმედს არ გაგიცვევთ და ნორმალური კონტენტი იქნება ამ არხზე შენარჩუნებული. ნორმალური კონტენტი მაქვს? რო შევინარჩუნო? თუ არა მაქვს და ვეცდები რომ მქონდეს. ყველანაირ ზედმეტ ლაპარაკის გარეშე დავიწყოთ. ბექა უზუმაკი კურამა მოუდ. ყველაზე ძლიერი მოუდი ნარუტოს სამყაროში. ბორუტოს ვინც უყურებთ არ დაგასპოილერებთ, იმ ბოლო მოუდზე ძლიერი მოუდი არის ეს დიახ. ნახვები, ლაიქები. ნუ ეგ რა თქმა უნდა, მაყურებლის გადასაწყვეტია თუ არ დაალაიქებს, თუ დაალაიქებს, იმიტომ რომ საერთოდ დიდ мотивაციას აძლევს ნახვებთან ერთად ლაიქები, YouTubers, ნუ უფრო ცდილობს რომ დახვეწოს კონტენტი, იმიტომ რომ რახან ბევრი ლაიქი აქვს და ბევრი ალაიქებს, ძალიან კარგია. აღარ ვიცი. აუ ხო, ეს მე დავდე ეს ფოტო დღეს დილით წავაწყდი ტელეფონში. 670 გამომწერზე ვართ. ეს ის პერიოდი არის, დილაივი რო თემაში იყო და PewDiePie რო არეიდებდა ქართველ იუთუბერებს, ერთი ქართველი იუთუბერი და არეიდა. ბოლო ვიდეო იყო CS:GO სტრიმი, PUBG სტრიმი. სულ სტრიმავდი? სტრიმერი ვიყავი? ოკეი, მაგრამ Thief Simulator-ი კაი პონტი იყო მაშინ. Popular Upload-ში Thief Simulator-ი იყო, ხალხო. What up, it's Beka des. არა, ვისადი რომ ვარაპ იქნებოდა, მაგრამ ეს იმენა ზუსტი შეარჩიე. ნაის საღოლ. Slender დეველოპერები. დიახ, არ არსებობს თამაში, რომელსაც ვერ დავყურავ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გამოსულა. ასე რომ დეველოპერებო, იაქტიურეთ. ნერვებზე ყველაფერი კარგად მაქვს, რა ვიცი. არაფერი არ მიჭირს ხალხო, ყველაფერი კარგად. იდეალურად არის. საერთოდ არა ვარ დაწაფული. ნაის ჩასმა. კარგად დაემთხვა თქოს მე ვთამაშობდი PUBG-ს. მე ვცდილობ ქუჩაში ჩუმად გავიარო დიდი ძაღლების გამო, ამ დროს ჩუმად მივალული ძაღლი, რომელიც მანქანის ქვეშ წევს. ისე ძალიან მომრავლდა ჩემს უბანში ძაღლები, სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან ეგენიარიან. ღამით კიდე ვერ გავხვალ საერთოდ. ისე რომ ფეხი არ დაკარგო. არ მომკლა მეთქინინო. არ მომკლა. რა? ნინო. კაი, ხო, მომეწონა, ჩაგეთვალა. რატო აქვს 69 რეაქტი? მე ვუყურებ Slender-ს ვიდეოს, ვიდეო როცა მარტო ვარ. სამამა შემოდის ოთახში. ზოჩი მასეა. ყველაზე არ გარყვნილ რამეს რო უყურო საერთოდ, მაგ დროს შემოდის მშობელი, როცა რაღაცა ისეთი სცენა ხდება. მაგარი კაცია. ტიპს რა გადაეკეტა, ჩემი არ იყოს? მოდი პატარა. გიყვეჭოს პატარა. რატო იყოს ასაცილო? გაგიბეჯეს პატარა. არ ძველდება ეს მიმენა. როფესაც Slender-ამ ნადარას უკურნალა. ვინც მიღდა საღო. ტიპს იმდენჯერ დავარჭი, არასდროს ნემსირამასია. როდესაც დიდხნიანი წვალების მერე თამაში შექმენი, მაგრამ Slender-ა 20 წუთში დახურა. რა გჭირთ ხალხო, წერა და გავიწყდათ? 20 წუთში. გადაარჩინე ინტერნეტი, მელაკუ და ნელაზვიადი ჭამენოდარი. სუპერ 4-ეული. Slender-ა ძველი ყურსასმენები, ახალი ყურსასმენები. სხვათა შორის ამას ვერ შეველები ხალხო. ისევ თავისთვის აქ გდია, მუშაობს, მაგრამ გაცვეთილია. კაი ხანი გვემსახურე მეგობარო. დიახ, ერთ-ერთი მიზეზია თუ რატო გვაქვს ახლა ესეთმა.
უფრო კომფორტულია. მასწავლებელი კამერას რატო არ მირთავ? ახალგაღვიძებულო მე, როცა მესენჯერზე 80 SMS-ი გვხვდება. რა გჭირთ ხალხო? წერა და გავიწყდათ. ხედავთ? ნაკლები დრო გაატარეთ YouTube-ზე და მეტი კითხვაში. არა, სლენდერას ვიდეოებში. კაი ხანი ვამოღამებდი ამ ფოტოს და ხო, მივხვდი. გასაგებია. ახლა გასაგებია. მე სულ YouTube-ერი კი არ ვიყავი. როკნიზენი სტოი на შავი წარსული. კოპირაითი იყო პროკურორ ოპელი რატო ეწევა? на კოპირაითი იყო დიახ მაგიტო არ დავადე მუსიკა на როდესაც საავაჭრო ცენტრში დაკარგულს მამაშენი გეძახის. მარა ალლაჰ აკბარ ქვია. ინსტანტ პატიმრობა. შენ ისე რა ხარტო? არმანე ბაბანერნე ჩარჩახე აღარ შემილი დაანებეთ თავი. ნაჰე ო და აი ბიტით ხარ საცემი ძმაო რა. ზუსტად. ნიარიან გზაზე გადავკვეთოთ პირდაპირ გზით წავიდეთ გზით ჯობია გზა თუ სანგარია თუ რა არის არ ვიცი მაგრამ წავიდეთ The bike dealer you trust trusts Velotrick. I'm Steve, and I'm a showcase Velotrick dealer. I have tested ნიარიან გზაზე გადავკვეთოთ პირდაპირ გზით წავიდეთ გზით ჯობია გზა თუ სანგარია თუ რა არის არ ვიცი მაგრამ წავიდეთ არ ვიცი რატომ არა ხო? ვაუ, nice cyberpunk edit. Color grading-ში 10-იანი. კიდე ერთი. მწვანე თვალები მომიხდებოდა. როცა მოსიარულე მაღაზიას ეკითხები, რა გაქვთ? მაღაზიის გამყიდველი. სოუსი კოკა-კოლა პეპსი რავი სპრაიტი ფანტა დაახლოებით მასეა. ვაიმე საჩავარდი ვაიმე Vai, შენ და ბიძინა. ვაი, შენ და ბიძინა, ოკეი. მაი ავტოზე არის ჩემი მანქანა? რატო არის მაი ავტოზე? არ უნდა იყიდეს ამ მანქანას. ირაკლი ტეტე. ვინც მიხვდა? ნელა დალი არ გადაგესხინგილო. მანქანასო? ხინგილო. დალი არ გადაგესხინგილო. არ გადაგეცხინგილოსო? კაი. რაო? არ გადაგეცხინგილოთ. ფრთხილად იყავით. ეს ხო ფოტოშოპია თუ არ არის ფოტოშოპი? ნინის ამოვიდა გახდა სლენდერა. რას იზამ ძმაო, ჯენტლმენობა ფსხურებს მოითხოვს. რა თავს ვიკლავდი, რო ვიკლავდი, რა მინდოდა? თავი უნდა გააჭაჭყარო, მეტი გზა არა. თავი უნდა გააჭყანჭყარო. შენ დამპალი კლასელი, რომელიც არ გიყოფს. ჩემ შემთხვევაში მე ვიყავი ეგ დამპალი კლასელი. სკოლაში ბებია ჩემი რახან მასწავლებელი იყო. ბუფეტში პრივილეგიები მქონდა და ვიღებდი რასაც მინდოდა ვალად. Subscribe, download, მიბაძეთ კორკოტას. რო ვიძახით ნავტოსთან ერთად გავიზარდეთ, ე? შედეგი. გეუნები ხო შენ შემოვხედე მაგ ლამაზ თვალებით. თორწები დაახლოებით ესეთი ყავს ხო რაღაც პატიკიცი აქვს მებული ძალიან ბევრი კომენტარი ეწერა რომ აუცილებლად ჩააგდეს Slender BM-ის Opel-ი და არ გამოდიოდა ხო და ესეც Slender-ას Opel-ი ამიკო ნაის საერთოდ ჩააგდე და ვაფშე იპოვე მანქანა მანდ მაგრამ გაასწორე ჩემი მანქანა გაიზრო так მომემზადეთ ისევ ეს ვიდეო უცაბედი ესეთი არ გაიცინო ჩელენჯი უცებ ეხა ნახეთ განსიერა მე არ გამეცინე ამ ხელაში ვაფურთხე მონიტორს და მიკროფონს კიდე არა ჩემი ბრალი რა ვქნა ეგეთი უცნაური სტილი მაქვს როცა ბექამ ბარში ლამაზ გოგო დაინახა არა ვიცი რომ შვენი რიღიმილი მაქვს მაგრამ გოგოს დაკერვისთვის სხვა მეთოდებიც არის ჩემო კარგო მაგალითად გინდა დაგაპიპინებინო? წამო ჩემო პელში. დაახლოებით ესე და ყოველჯერზე ამართლებს. რა მაგარი ტიპი ესე რა დავდივარ. არა, YouTube დაბალეთ. ბანი გინდა დამედოს YouTube-ზე? გაიკეთო ოპერაცია პროფესიონალ ქირურგთან, გაიკეთო ოპერაცია სლენდერასთან და თან თუ ამჭირს და გეტენგეგე. გაიკეთო ოპერაცია სლენდერასთან, სლენდერასთან და თავი გაწირო, ოკეი. ტირე უნდა და იქ. უკაცრავად სულ ადგილესა გარჭე. მაიმუნებო. სლენდერ ახალი მანქანა უნდა ვიყიდო. ვიყოდო. ერთი მიმი ვერ ვნახე, სადაც ნორმალურად იქნება დაწერილი, რა გჭირთ? ასეთი დავალება მაქვს თქვენთვის.
გააკეთეთ მიმები, სადაც არ იქნება გრამატიკული შეცდომები. აბა თუ მაგრები ხართ. ხუმრობ ხალხო არ დამჭათ კომენტარებში. მე ფული სლენდერა გადავარჩენ სლენდერას. რა თქმა უნდა, ფული არ გჭირდება. პუტკუნა ბავშვები ქორწილში და ძალიან კარგად მესმის ამის. ძალიან გასწიებული ვიყავი პატარაობაში. მე როდესაც დაბადების დღის ცენტრში DJ-ი მითხრა, ამოდის სცენაზე და იცეკვეო. ჰიტას მიქსი. მიდი, შევიყვანე ხალხო. საღოლმე. მაგიარეთ. ვე თუ 11 წლისა მანქანაში გარაჟში შეგყავდა ცაღოლ. სლენდერას არხი გაუტეხის, გამომწერები ცოცხალი ხარ? ცოცხალი ვარ, მარა ვარ, შეშება, როდის იყო? არი, ტელეფონზე ლაპარაკობდა. ოკეი, კარგად დააჯდა. ნელას ვიათში რომ 1vs1 იყოს, სლენდერა და ირაკლა. აქ მაინც მოუგებდი მართალია. დიახ, მასე არის 4 days ago ფული მაიტა და ახლა რიჩმენი ხარ ძმაო. თამაში რომელიც ბექას წყნარი ეგონა, სადაც პროსტა იბომჟავებდა. შეშლილი კლოუნი მოლაპარაკე ტაჭკა და ვიღაც ტიპი. კიდევ შეცდომა, ვიღავ ტიპი. რომელიც ხალხზე მიფსმაში ფულს გიხდის. კიდე შეცდომა, მე რამდენი მიმია უკვე შეცდომით. ძალით აკეთებთ? რომ ვერ მომშალოთ, ხო? სკოლა იწყება, ონლაინ დროს სლენდერას უყურებ. ახლა გასაგებია თუ რატო ამდენი შეცდომა. სლენდერ ნელაზიოდის თამაშის დროს გამოვთვალე. ვიცი ეს ვიდეო. დიახ, არაფერს არ გამოვთვალე. ვაუ, რა გაკეთებულია. თან ჩემი მოგვარის გაკეთებულია, ლიზიკო მნათობიშვილი, ძალიან ჯიგარი ხარ, მადლობა. დიდი მადლობა ლიზიკოს. Baby, I see me as an King of the Drift. I told you wanna go King of our Drift. Copyright-ი. დიახ, copyright-ი იყო და ჩემი შესრულებით ეს მუსიკა მაგიტო გესმოდათ. დიახ, copyright-ი იყო და ჩემი შესრულებით ეს მუსიკა მაგიტო გესმოდათ. დიახ, სახე მქონდა ეგეთი მერე რა. ეს მაგარი ტიპია, მაგრამ ევასებას მივები. ბრავო. რა ვქნა ძმა, ჩვეულებრივ ბუნებრივი ინსტინქტი იყო. ეს რატო უნდა ჩაჯდე მანქანაში, ჰა? რა პონტია? ძალიან ჩვეულებრივად შეეძლო ჩაჯდომა და მანდა მეც აი ესეთი რაღაცა გააკეთე. უკომენტაროთ. ვიცი რაც იქნება. ის სხვა პონტი იყო, მე სხვა პონტში ვიყავი, მაგრამ რაღაც პონტში მართალია. Მომენტუენ მანქანას შუქნიშანზე აჩერებ, ციგნის ბავშვები. სხვათაშორის ამ შემთხვევაში პრივილეგირებული ვარ, რახან ოპელი მყავს, ოპელთან არ მოდიან. ეციან რომ გაჭირებული ვარ. Wow, nice edit. Hello, Peter. ეს და ეს საღოლ. აქამდე ვარაფიყო. არავინ, გამოდის ახალი iPhone-ი. გოგოები. Slender Andreas, maitsa. I'll take that, Hernandez. Hey, that's my paper, man. That's all. Glad to be back. You haven't forgotten about us, have you, boy? Hell no. Watch. Кайра. Საიდან საათ. და მივახლოვდით დასასრულს ჩემო კარგებო. ყველას თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა. 50000 ციფრი ეს ჩემახზე ძალიან დაუჯერებელი რაღაცა არის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. იმედია კიდევ დიდხანს დარჩებით ჩემთან ერთად, აქედან ასადარ ვაპირებ წასვლას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და იმედი მაქვს რომ ჩემი კონტენტი ასე თუ ისე არ მოგბეზდებათ. ნუ ეგ ჩემზე დამოკიდებული იმედია არ მოგაბეზრებთ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ალექსით თუ კი უფრო მეტი ახალი ვიდეოს სანახავად, მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და